გამარჯობა. სანამ გადაცემას დავიწყებთ, გეტყვით მანამდე, რომ 50000 გამომწერზე როცა ავალთ, გავათამაშებთ მანქანას. გამოიწერე გვერდი და შეიძლება შენ იყო ის იღბლიანი ადამიანი, ვინც მოიგებს მანქანას. დავიწყოთ გადაცემის ჩაწერა. წარმოიდგინე 50-60-იანი წლებია, ამერიკა ამიქით Dodge Charger-ი გამოაგორა, აქეთ იტალიელები ულამაზეს მანქანებს უშვებდნენ, ნუ თუ არ ჩავთვლით Fiat-ს, იაპონელები Toyota 2000 GT-ზე მუშაობდნენ, ასევე Nissan Skyline-ზე, მერე გერმანელებმა აქეთ Mercedes-ი 300 SL-ი გამოუშვეს, BMW-ც ადგა და 507 გამოუშვა და ამ დროს ბრიტანეთში რა ქნეს? გამოუშვეს Mini. ეს Mini Cooper-ი. 50-იანებში დაიწყო საშინელი საწვავის კრიზისი და ხალხს ძალიან უჭირდა თავიანთი მანქანების შენახვა. ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ ბენზინი საერთოდ არ იშოვებოდა, აი დაახლოებით ისე, როგორც ახლა რუსეთში ხდება. მაგრამ შეიძლება უფრო უარესათაც. ერთი ადამიანი იყო, სერ ალეკ ისიგონისი, რომელსაც დაევალა შეექმნა ისეთი ავტომობილი, რომელიც იქნებოდა 4 ადგილიანი, ეკონომიური და არაფრით არ ჩამოუვარდებოდა სხვა მანქანებს. ადგა ეს ჩვენი ძმა და დააპროექტა პირველი Mini. რაღაც დროის გასვლის მერე ჯონ კუპერმა, როცა ნახა პირველად ეს ავტომობილი, დიდი პოტენციალი დაინახა მასში. ჯონ კუპერი იმ დროს იყო ფორმულა 1-ის წარმატებული ინჟინერი და იცოდა თავის საქმე რასაც აკეთებდა. ჯონი და ალეკ ისიგონისი დასხდნენ და ისაუბრეს. თავიდან ისიგონისი წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა Mini სპორტულ ხაზად გადაკეთება და უნდოდა ყოფილიყო ყოველდღიური პატარა ეკონომიური მანქანა, მაგრამ ნუ საბოლოოდ კუპერმა გაიტანა მაინც თავისი და გამოგორდა პირველი Mini Cooper S-ი. იმ დროს S-ი სპორტს არ ნიშნავდა, იმ დროს S-ი იყო სპეშალის აღმნიშვნელი. ყველა სკეპტიკურად უყურებდა ამ ავტომობილს და არავის ჯეროდა თუ რაიმეს მიღწევა შეეძლო და რაიმე წარმატების მოტანა შეეძლო ამ ავტომობილს, მაგრამ ყველა შეცდა. ამ პატარა Mini Cooper-მა რალი მოიგო ZZ 4-ჯერ, მაგრამ ერთი წელი აქედან დისკვალიფიკაცია მისცეს და ისიც იმის გამო, რომ უბრალოდ მაშუქი ფარების არასწორი განლაგება ჰქონდა და არა იმიტომ, რომ სადმე ზედმეტი ცხენები ჰქონდა დამალული ან რამე ეგეთი. ეს არის Mini Cooper S-ი. იმ Mini Cooper-ის შთამომავალია, შეიძლება ესეც ითქვას. ნუ წლების განმავლობაში ამ მანქანამ თავისი ფორმა და ხასიათი შეინარჩუნა, გაბარიტებში ცოტა რა თქმა უნდა გაიზარდა, მაგრამ მაინც ის ხასიათი აქვს, რაც ოდესღაც ჰქონდა და მთელი ამ წლების განმავლობაში ყველა მიცის, რომ როცა ამ მანქანას შეხედავს, ლოგოს გარეშე ხვდებიან რა მანქანას უყურებენ. წამო ხა დავათვალიეროთ და ნახოთ რაღაცეები. ეს სპორტული ვარიანტია, სპორტული ვერსია, რაზეც ეს სიმბოლოც, ნუ ხას უსმევს და გეუბნება, რომ სპორტული ავტომობილი ვარო. აქ რა ხდება? აქ გვაქვს საჰაეროები წინ, რომლებიც შეედინება სამუხრუჭე სისტემასთან და აგრილებს იქაურობას, რომ ძალიან არ გადახურდეს. ნუ აქ ეს გრილი, ეს ფეიკი გრილია, ნამდვილი არ არის, უბრალოდ უხდება სილამაზისთვის არის, მეტი მოვალეობა ფუნქცია მას არ გააჩნია. ვიზუალურად ამ მანქანაზე ვერ ვიტყვი, რომ აგრესიული არის ან სპორტული არის, უფრო საყვარელი კუსკუსა მანქანაა რაღაცნაირი. მაგრამ არ მოგატყუოთ ამ მანქანის ესეთმა საყვარელმა იერმა. ძალიან საშიში ავტომობილია. ეს Mini არის F55, ანუ 5-კარიანი. ნუ იდეაში 4-კარიანი, მაგრამ ეგრე მოიაზრებენ ხოლმე და ეგრე ამბობენ. ამის ტყუპისალი ძმა F56, რომელიც არის 3-კარიანი, ანუ კუპე, მოკლეა სიგრძეში ამასთან შედარებით. ეს არის დაახლოებით 12 თუ 13 სანტიმეტრით უფრო გრძელი და გვეუბნება Mini, რომ ამის ხარჯზე უკან მოვიგეთ სივრცე და შეგიძლიათ 4 ადამიანმა თავისუფლად იმგზავროთო. ხო და მოდი ვნახოთ აბა.
ეხლა აქ რასაც ხედავ, არის ძალიან პატარა სივრცე. ოპა. ნუ რა ვიცი, ზიხარ, მაგრამ დიდათ ისე ვერ ზიხარ რა, სახარბიელოთ. 13 სანტიმეტრს მე აქ ვერ ვგრძნობ ვერაფერს. სავარაუდოდ ბავშვი უფრო კომფორტულად დაჯდება აქ ვიდრე მოზრდილი ადამიანი. 4-კარიანი არის, მაგრამ ნუ აი ეგეთი 4-კარიანია ზუსტად. უკან რა ხდება? უკნიდანაც ისეთივე საყვარელია როგორც წინიდან, დიდათ აგრესიული არც უკნიდან არ არის. აქ სპორტულებაზე ხას უსმევს ეს ორი საყვარელი მაყუჩი. ეს ფეიკი გრილი არის, აქაც არანაირი ფუნქცია არ აქვს, ამას უბრალოდ დიზაინის ნაწილია. კუპერის საფირმო ფარები, Union Jack-ი, რომელიც გაფორმებულია ბრიტანეთის დროშის გრაფიკით და ხას უსმევს მის ხასიათს და მის წარსულს, ესე რომ ვთქვათ. აქ გვაქვს წარწერა Cooper S-ი და უკან მეტი ისეთი საინტერესო არაფერი აღარ ხდება. საბარგული ვნახოთ. საბარგული აქ რა ჩაეტევა? ერთი კაი დიდი ჩემოდანი ჩაეტევა, ორი პატარა ჩემოდანიც ჩაეტევა. აქ არის ძალიან საინტერესო რაღაც, ეხლა მაგას გაჩვენებთ. რადგან მინის საბარგულში იმხელა ადგილი არ არის, რომ შიგნით სათადარიგო საბურავი ჩაეტიოს, აქ არის ესეთი რაღაც. გამოუვალი სიტუაციის დროს თუ საბურავი გაგისკდა და ცოტა შორს ხარ უახლოესი ვულკანიზაციიდან, აქ შეგიძლია ამის ქვეშ დევს რაღაცეები, მაგრამ არ ამოდის. ნუ მოკლედ ამ სითხეს იყენებ, კიდე შიგნით რაღაცეები აქვს და შეგიძლია შენ შეაკეთო საბურავი, რომელიც უახლოეს ვულკანიზაციამდე აუცილებლად მიგიყვანს. კარგი. წინაც ვნახოთ რა ხდება. ძალიან მომწონს მინის სალონი. ძალიან განსხვავებული სალონი აქვს, არ გავს სხვა მანქანების სალონს. განსაკუთრებით მომწონს ეს სტარტ-სტოპი, რომელიც არ ვიცი, რაღაც ისეთია, გეგონება თვითმფრინავს ქოქავო ან რაღაცა ეგეც. აქაც მსგავსი ღილაკები გაქვს, მაგრამ აქეთ რატო ვზივარ? აქეთ უნდა გადმოგიდე. ძალიან საყვარელი საჭი აქვს. ცოტა ისეთი არის, მოძრაობის დროს არ არის რბილი საჭე. საკმაოდ ხისტი ავტომობილია და ბევრს გონია, რომ რაღაც ჭირს ამ დროს მანქანას. მაგრამ რეალურად სპორტული დაკიდების სისტემა აქვს და ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ესე ძალიან საყვარლად იქოქება და კიდე ძალიან მომწონს, როცა რეჟიმებს ვცვლი, აქ ფერები გეცვლება. მაგალითად. ეხლა ვართ ეკო მოდში და გაგვიმწვან და ესე ვართ სპორტ მოდში. აი ესე. და გაგვიცილდა ყველაფერი და აქაც სარბოლო ტრასის კონფიგურაცია შემოგთავაზა ავტომობილმა. სავარძლები კომფორტული არის, მექანიკური სავარძლებია, ხელით არეგულირებ ყველაფერს, წინ, უკან, ზემოთ, ქვემოთ, ასე შემდეგ. აქ გვაქვს საყვარელი სარკეების გასასწორებელი, შუშების აწევ-დაწევა, ესეთი კარის გასაღები. Sound სისტემა, რომელიც არის Harman Kardon-ის აუდიო სისტემა და ძალიან კარგი ხმა აქვს და ძალიან ისეთ აკუსტიკას ქმნის ეს ავტომობილი, როცა მიდიხარ და 4-ვე ფანჯარა აწეული გაქვს, რომ ძალიან ისეთი საგულაო პონტი ეჩითება. აქ გაქვს ორი USB პორტი, შეგიძლია ტელეფონები დატენო, 2 ცალი ერთდროულად, 2 ცალი ჭიქის ჩასადები, cup-holder-ი, ხელის დასადები ბარი, რომელიც აქ რა ხდება? აქ არ არის სათავსო. ნუ უბრალოდ ხელის დასადები ბარი. აი ტელეფონის დამტენი ყოფილა. საკაიფო, ანუ 3 ტელეფონი შეგიძლია დატენო. აი მე ერთადერთი აქ ცოტა აქაურობაში რაც არ მომწონს, სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი ამ ყველაფერთან მიმართებაში მგონია რომ ცოტა სხვანაირი უფრო კარგი იქნებოდა, ოღონდ რანაირი არ ვიცი. მაგრამ ნუ ცოტა სხვანაირი და ეს displays joystick-ი
ცოტა ისეთ ადგილზეა, რომ აი ხელი აქედან თუ არ გადმოწიე ესე. ანუ აქ თუ მგზავრი გიზის, აქ ვერ ფათურობ ვერაფერს რა და ხელი გეშლება. აქედან ვერ მოდიხარ, აქედანაც ესე კომფორტულო არის თუ არა კომფორტულია. ნუ მოკლედ, პირად პრობლემას ეს არ წარმოადგენს. იმიტომ რომ სხვა ყველაფერი თითქმის იდეალურად არის გაკეთებული. უპატარავესი და უსაყვარლესი შიფტერები აქვს. მშვენიერი საჭე აქვს და მშვენიერი საავარძლები აქვს. ანუ მანქანაში ისე ზიხარ, რომ აი მჭიდროდ ხარ ყველაფერთან რა, შორს არ გაქვს არაფერი, ყველაფერი ახლოს გაქვს, ძალიან ყველაფერთან მარტივად მიდიხარ და გრძნობ მანქანას, რომ აი თითქოს გაცვია თუ რაღაც ეგეთი რა. და ძალიან კარგი შეგრძნებაა ეგ, როცა გზაზე დადიხარ და მიდიხარ და რაღაცებს აკეთებ, იმიტომ რომ ძალიან სხვანაირი შეგრძნებები მოაქვს ამ ყველაფერს. აი მოდი ჩავაქროთ. ძრავში ჩავიხედოთ და იქაც გეტყვით რაღაცებს. ძალიან კარგი არის ეს BMW-ს ხელწერა, ორჯერ ამოწევ და მე პირდაპირ გააღებ ძრავს. ძრავს კი არა. აქ არ გიწევს ბერკეტის ძებნა, შეგიძლია მარტივად ახადო ძრავის ხუბს, კაპოტს. ხო, აქ რა ხდება? ეს არის 2.0 twin power turbo B46M, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 190-192 ცხენის ძალას და 280-დან 300 ნიუტონ-მეტრამდე. საკმაოდ ცოცხალი ძრავი არის. BMW-ს ერთ-ერთი გამომდგარი ძრავია, შეიძლება ესე ითქვას. ბევრ სხვა მოდელში გვხვდება ეს ძრავები, BMW-ს სხვა მოდელებშიც. იგივე ძრავი გვხვდება Toyota GR Supra-შიც. ნუ ოღონდ იქ არის B48. დაახლოებით ერთი და იგივე ძრავი არის, უბრალოდ სხვანაირი კონფიგურაციებით და სხვანაირი პროგრამული უზრუნველყოფებით. აქ ისეთი საინტერესო მეტი არაფერი არ არის, რადგან ყველაფერი შეფუთულია პლასმასებში და მეც ვერაფერს ვერ დავინახავთ. დანარჩენი უკვე შეგვიძლია გზაში ვნახოთ, როგორი მანქანაა და რამდენად საშიშია. ამ მანქანით რო დადიხარ, სულ გინდა რომ რაღაცები აკეთო, ან შვიდად ვერ ივლი რა. ისეთი მანქანაა, რომ გთხოვს, თვითონვე გეუნება, რომ მიდი რამე ისეთი გააკეთე. რაღაც სულ გინდა რომ მანევრები აკეთო, იმდენად სასიამოვნო და მანევრირებადი მანქანაა, რომ აი სულ გინდა რომ რაღაცები აკეთო, რა ცოტა ისე. შეხუთი გამოხუტე, რაღაც გაძრე, გამოძრე. და ზომები მაგ ყველაფერში ხელს უწყობს. ძალიან კარგად დაძვრება. ერთი ამბავი არის, სპორტ რეჟიმი ქვია ამ ამბავს. ბევრ ადამიანს გონია, მათ შორის მძღოლებსაც, რომ როცა სპორტ რეჟიმში რთავ ავტომობილს, იქ რაღაცა ცხენის ძალები ემატება და მეორე ძრავი იღვიძებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეგრე არ არის. და რა ხდება რეალურად მაგ დროს? ჩვეულებრივი სიარულის დროს როცა მანქანა ცდილობს რაც შეიძლება მალე გადართოს შედარებით მაღალ სიჩქარეში, რომ უფრო ცოტა ბენზინი დაწვას და უფრო სტაბილურად იაროს, სპორტ რეჟიმში ეგრე არ ხდება. სპორტ რეჟიმში ბოლომდე აწურინებს სიჩქარეებს და რაც შეიძლება მაღალ აბაროთზე რთავს. ხმაც ემატება ავტომობილს და მაგ დროსაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ სარქველი იხსნება და მაყუჩებს უფრო დიდი ხმა აქვს შესაბამისად. თორე ცხენის ძალა ზუსტად იგივე რჩება ავტომობილში, რაც სპორტ რეჟიმის ჩართვამდე ქონდა. ამ მანქანას აქვს 192 ცხენის ძალა და როგორ სპორტ რეჟიმშიც არ უნდა ჩართო, მაინც 192 ცხენის ძალა ექნება. ანუ ვერ მოუმატებ ვერანაირად ცხენის ძალებს თუ stage 1 არ ჩაწერე. რაც შეეხება ახლა stage 1-ს, ძალიან კარგად უძლებს ეს ძრავი stage 1-ს. stage 2-საც, მაგრამ stage 2-ზე მე უკვე რაღაცების შეცვლა გიწევს ძრავში, შემშვების, გამშვების, იქ
მილების შეცვლა არის რეკომენდირებული და რეზინის მილების მაგივრად უკვე ალუმინის მილები ყენდება, რომ მაღალ წნევაზე არ გასკდეს. შესაბამისად, stage 2-ზე უფრო მეტი თანხის დახარჯვა გიწევს, უფრო მეტი ცხენებს იღებ, მართალია, მაგრამ ცოტა მეტი თანხის დახარჯვაც გიწევს. და stage 2-ზე ეს ავტომობილი არის სუპერ გასართობი რაღაც რა. მე ვფიქრობ, რომ ეს ავტომობილი კონკრეტულად Mini Cooper S-ი, ნუ 4-კარიანიც მათ შორის, არის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ჰეჩბექი. ამ ავტომობილს უყვარს კარგი გზა. რადგან შედარებით, რასთან შედარებით ოღონდ არ ვიცი, მაგრამ სუსტი დაკიდების სისტემა და სავალი ნაწილი აქვს. და თბილისის გზებს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან ბევრი მოვლა ჭირდება ამ ავტომობილის სავალ ნაწილს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის რბილი მანქანა და ბულკივით არ დადის. საჭეც არა აქვს რბილი, საკმაოდ ხისტი საჭი აქვს, რაც უფრო გართობად ხდის ამ ავტომობილს მოსახვევებში შესვლის დროს, იმიტომ რომ გრძნობ მანქანას და აი მაგალითად როგორც Mercedes ჰქონდა რომ შეგეძლო ერთი თითით შესულიყავი, ეგრე არ არის რა. უნდა ცოტა გეჭიდავება, ბოლომდე არ მოყვება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კარგად ვერ შედის. ძალიან კარგად შედის მოსახვევებში და ნუ საჭეზე გჭირდება რომ ორივე ხელი გეკიდოს. ანუ ესე ცოტა გაგიჭირდება მაღალ სიჩქარეებზე მოსახვევებში შესვლა. ეს ავტომობილი წვავს დაახლოებით 8-დან 12 litrამდე, ნუ ეგეც დამოკიდებულია როგორ დადიხარ, როგორი საბურავები გიყენია და ასე შემდეგ. ეს მოდელს ქარხნულად მოყვება 17-იანი საბურავები და შესაბამისად ავტომობილი მაგიტომაც არის უფრო ხისტი, ვიდრე მაგალითად 16-იან საბურავებზე რო გადაიყვანო. დაკიდების სისტემაზეც მეტი ვიბრაციები და დაწოლა მიდის, ასე რომ ყურადღება არის მისაქცევი მაგ ყველაფერზე. როგორც უკვე გითხარით, ვათამაშებთ ავტომობილს, 50,000 გამომწერს როგორც კი მივაღწევთ, ჩაირთვება გათამაშება და ნებისმიერ გამომწერს აქვს შანსი მოიგოს მანქანა. ასევე აღწერაში დავტოვებ ლინკებს, სადაც შეგიძლია გადახვიდე, გაეცნო იქაურ სიახლეებს და თვალი ადევნო იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მომავალში გავაკეთებთ. რაღაც საინტერესო იდეები მაქვს და გეგმები, რის განხორციელებასაც ნელ-ნელა ეტაპობრივად ვაპირებ. და გამომწერებიდანაც ექნებათ ადამიანებს მიიღონ მონაწილეობა ამ სხვადასხვა აქტივობებში. და ამ ყველაფერს ნელ-ნელა გაიგებთ თქვენც. ასე რომ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ეს ბევრი საინტერესო რაღაცეები, გათამაშებები, აქტივობები და ასე შემდეგ. ამ ძრავთან სინქრონში მუშაობს 7 სიჩქარიანი dual clutch-ი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც იდეალურად ასრულებს თავის მოვალეობას. გარტყმები არ აქვს. ნუ ცოტა დიდ გარბენზე არ ვიცი, მაგრამ ეს ავტომობილი საკმაოდ დაბალი გარბენით არის. შესაბამისად, არც გარტყმები აქვს და არც სხვა რაიმე ისეთი პრობლემა, რაც მერე დროთა განმავლობაში იჩენს ხოლმე თავს. 0-100 დაახლოებით 6.5 წამი აქვს. ნუ თუ მარტოზე ხარ, შეიძლება 6 და 4-ში აჩქარდე და თუ სავარძლებს ამოიღებ და კიდე რაღაცებს გადაყრე, შეიძლება 6 და 3-შიც აჩქარდე. Stage 1-ის შემთხვევაში უკვე 6-დან 0-მდე ჩამოდის ავტომობილის აჩქარება და ბევრად გასართობი ხდება, ვიდრე ეხლა არის. გვეუბნებიან, რომ ეს ავტომობილი არის 4-კარიანი, მაგრამ კი არა და 4 ადგილიანი. მაგრამ აი არ ვიცი, მე ვერ ხვდები 4 ზრდასრული ადამიანი აქ როგორ უნდა განთავსდეს ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და დისკომფორტი არ შეექმნას არავის. ნუ ცოტა მარკეტინგული ხრიკიც არის ეგ ყველაფერი, მაგრამ ნუ არ ვიცი, ვიღაცები ტყუდებიან და გონიათ, რომ 4-კარიანი მინი რადგან ყავთ 4 ადამიანით შეუძლიათ, რომ თავისუფლად ჩასხდნენ და გადაადგილდნენ, მაგრამ ეგრე არ არის ეგ ყველაფერი.
ცხენები მოგვემატა. მაგარი ღილაკია. სპორტის დედაც მოთხან, ამას დააწვევი და 10 ცხენით მეტი გაქვს. ეგრევე იგრძნობა იმენა. მაგარია. მოკლედ მინიში არის ერთი ეგეთი ღილაკი, რომელსაც არ გაჩვენებთ. და რო დააწვევი, ეგრევე 10 ცხენი გემატება. და ეგრევე იგი მანქანა ძაგძაგს იწყებს, რომ უნდა რომ ბოლომდე ჩააჭირო გაზს. არ გაიმეოროთ თქვენ საშიშია. და მე არ მევასებ, ციხე სოფლის ყოფილი. შეჭეგარი გემრიელას და იტალიონა იყოს შეჭეგური. იტალიური. ანუ დასტრესინია და ხოდა ის რა ფენომენი იყო შეჭემა? რო ჩაგიგდა სურათები არ გახსოვს? ორი გული რა. ხო. ოღონდ 10-დან 800 ორი გული ქონდა შეჭემა. 3 კვერცხი გავტეხე და 5 შევჭამ. ანუ მაგ დროს რო რამე კვერცხი რო დედალი რო დააჯდეს და რამე ტყუპი ქათმები დაიბადებიან. ტიცილები. მოდი ახლა ვნახოთ აჩქარება. ამისთვის ჩვენ გვინდა სპორტი, აქეთ მანუალში გადმოვიტანოთ. ცოტა წაგვაბუქსავა, მაგრამ საკმაოდ კარგად აჩქარდა. მაგრამ რაღაც მომენტში საბურავს მოჭიდება დაეკარგა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გახურებული და ცხელი საბურავებია, თან გზაც ცოტა უსწორმასწორო იყო. ნუ ნორმალურად აჩქარდა იმ ყველაფრიდან გათვალისწინებით, სადაც ავჩქარდით. მე ვფიქრობ, რომ ერთი 1200 ცხენის ალა ამ ავტომობილს ზემოდან მაგრად მოუხდებოდა. შეიძლება 1600 უფრო მაგრად მოუხდებოდა. მაგრამ რეალურად 50 ცხენის ძალა მართლა ძალიან მოუხდებოდა რა. Stage 1 არის იდეალური მაგ ყველაფრისთვის. ეს შიფტერები ეხლა გამოვიყენე და აი ზუსტად იმ ადგილას არის განლაგებული, სადაც უნდა იყოს. ზოგადად მე არ მომწონს ხოლმე საჭეს რო დავყვება შიფტერი, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევა არის. სადაც ან ძალიან კარგად ზის ხელში რა. მიუხედავად იმისა, რომ საჭეს დაყვება და დამოუკიდებლად არ დგას. მე მგონი ამ მანქანაზე ეგრე უნდა იყოს ზუსტად და ეგრეც არის. სიჩქარეებს რო აგდებ, ფერარის ნაირი ხმა არ აქვს. ნუ საერთოდ არ აქვს. არაფრის ხმა. მოკლედ მაგარი ხულიგანი მანქანაა. შეხედავ საყვარელია, მაგრამ ეგეთი საყვარელიც არ არის, იმიტომ რომ ძალიან მოქნილია, ძალიან მანევრირებადია და ძალიან ხისტია. მოკლედ ძალიან გასართობი მანქანაა. სხვათა შორის ეს მანქანა იყიდება. თუ დაინტერესდებით, აღწერაში დავტოვებ კოორდინატებს, შეგიძლიათ მომწეროთ და დეტალები გავიაროთ იქით ცალკე, ფასი და ასე შემდეგ, სხვა ყველაფერი დანარჩენი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 50000 გამომწერზე ვათამაშებთ მანქანას, ასე რომ გამოიწერეთ ტურბოთიმის არხი, აღწერაში დავტოვებ სხვა სოციალური მედიის ლინკებსაც, ეგ ყველაფერიც გამოიწერე და თვალყური ადევნე ჩვენ არხს, ჩვენ პროექტებს და ასე შემდეგ. კარგად.